მივდივარ ძალიან საინტერესო ადგილას. ეს ადგილი არის ბიბლოსი და ამ ადგილის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუდმივად დასახლებული ქალაქი. ეხლა ჩამოვედი ბიბლოსში და ეს ნახეთ. სულ მარტო ვარ. ეს ფილმი როა სეზონი ხო გახსოვთ? Are you in a wedding? Yeah, it's my wedding. Your wedding? Oh, congratulations, bro. ძალიან კარგად გამოჩნდება. კედელი სიდია. წარმოიდგინეთ. სალამი ყველას ბეირუთიდან. დილის 7 საათია. ეხლა გავიღვიძე, ჩავლაგდი და მივდივარ ძალიან საინტერესო ადგილას. ეს ადგილი არის ბიბლოსი და ამ ადგილის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუდმივად დასახლებული ქალაქი. ანუ რომ წარმოგადგენინოთ, დაახლოებით 10,000 წლის წინ რომ დაარსდა ეს ქალაქი, იმის მერე მუდმივად არსებობს. კი ბევრი რყევები იყო, კი ბევრი შემოტევები იყო, ბევრი დამპყრობლის ხელში გაუვლიან ბუნებრივია. მაგრამ მაინც დგას. ეხლა უნდა წავიდეთ. დაახლოებით 35-40 კილომეტრის სავალზე არის ეს ქალაქი. ფინიკიური ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი და ბევრ საინტერესო ამბებს აღმოვაჩენთ. ბეირუთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანამაინც კარგად ვერ მუშაობს. და გუშინ გადავწყვიტე, რომ დამექირავებინა მანქანა. შევავსე განაცხადი, მომივიდა დადასტურება მეილზე და ასე შემდეგ და მოკლედ საღამოს აღმოვაჩინე, რომ მანქანა არ მოყავთ. დაურეკე, ჯონდი გამარჯობა. ხო და მოკლედ აღმოჩნდა, რომ რაღაცა ტექნიკური ხარვეზის გათვალისწინებით საერთოდ ვეღარ მოახერხეს, რომ მე ჩავესვი მსურველთა სიაში. შესაბამისად ისე ხდებოდა, რომ საერთოდ მიუქმდებოდა შეკვეთა, რაზეც, მეთქი თქვენ ბიზნესის კეთება არ იცით. ძმაო და დიდი დისკუსიების და გაწევა-გამოწევების მერე აი ეს ნახეთ რა მანქანა მომიგრიალეს. ოღონდ ის გაითვალისწინეთ, რომ ეს ძვირი ღირს რა ძალიან. მქონდა ძალიან დაბალი კლასი შეკვეთილი, ყველაზე ისეთი მანქანა, დაფეხვილი მანქანა, რო წავჩიქშიკებულიყავი. ჯამში ყველაფერი თავისი მთელი დღის დაზღვევით და ასე შემდეგ 2 დღის პერსპექტივით ჩდებოდა $60. ხო და შენ კარგად იყავიო და ცუდი რივიუები ვარ და გვიწერო. ოღონდ ეხა ძალიან არ დავმუქრები ვარ ინტრიგანი ბავშვი. აი ეს მანქანა მომიგრიალეს. გუშინ ღამითვე დღეს უნდა გამომეყვანა თან. ხო და ძალიან მიხარია, რომ სადაც მინდა, როგორც მინდა, იქ წავალ და იქ გავაჩერებ. და ბიბლოსის მერე ჩვენ მივდივართ ბატრონში, რომელიც არის ასევე ძალიან საინტერესო ქალაქი და მაგაზე მერე მოგიყვებით ბიბლოსიდან რომ წამოვალთ. მერე ვაპირებ რომ წავიდე ტრიპოლიში, ხვალ უკვე და მოკლედ ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდება და წავედით. წეგან ცოტა გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი. იმიტომ რომ ბოლოს ესე დროს როდის გავიღვიძე არ მახსოვს. ძალიან მიჭირს ხოლმე დილით ადგომა. ვისაც არ გიჭირთ, ძალიან მშურს. ეს არის ბეირუთის აღმაშენებლის ხეივანი რა, ისე რომ წარმოვიდგინოთ. ეხლა გავდივარ ქალაქიდან და მოძრაობა საკმაოდაა. ეხლა ჩამოვედი ბიბლოსში და ეს ნახეთ. სულ მარტო ვარ. ეს ფილმი როა სეზონი ხო გახსოვთ? რაღაცა ეგეთი განცდა მაქვს. კაცი შვილი არა. აი. ну კი ვიცი რომ ხა ძალიან ადრეა, მაგრამ რაღაცა მადლიზა ერთი კაცი მაინც გამოჩნდით. ძველესი ბაზარი მაგრა ვივაჭრებდი აქ. მეცა გაიყოს ღამე არის ძალიან ლამაზი. ამას ოღონ რა უჭირავს კი ვერ ხედავ. რაღაცა ცუდი არ ქნა ძმა. რა საყვარელი ქალაქია და იმის გააზრება რომ აქ 10,000 წლის განმავლობაში უწყვეტად ქალაქი არსებობს კიდე ცალკე სიგიჟე და ის რომ ფინიკიელები როგორ იყენებდნენ
სავაჭროთ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს. მე გახქონდათ ხეტყე ეგვიპტესთან განსაკუთრებული ვაჭრობები ჰქონდათ, პაპირუსები. მე ძალიან საინტერესო. არა 64-ში ვარ. ხავაგ მანქანის რეალი არ ხდება ამას. ეს ნახეთ. Hey Charlie. დავუღვიოთ უდროება ლოცულობს ადამიანი თავისთვის განმარტოვებით. Hey guys, what are you filming? I'm fine. I am Egypt. From Egypt? Yes. I've been there 2 months ago. I made لحد كده بقى ما بعرفش اترجم يعني. I don't understand. Can you speak English? Yeah, I can speak. Really? Yeah. What are you filming? Episode about 210 days film. About what? 210 Talk in days the series. language. It's an Egyptian series. They shot 35 days in Egypt and they're here for 4 days only. They're shooting in Lebanon and they're gonna come back. Okay, and what is the film about? I don't know. Okay. You're a staff, right? Yeah. Okay, I got it. Eგვიპტელების production-ი არის ამოქოქნი. Hello guys. ატარა უსაპორტი. და აი ჯვაროსნობის მიერ აშენებული მე-12 საუკუნეში როგორც ვნახე ეს სივრცე. ფინიკიელების ნანგრევებზე. მერთო აი ერთ რამეზე მწყდება გული რა საქართველოს ნაწილში. ხო ყველაფერი იდეალური გვაქვს. მაგრამ აი წყლის ფერს ცოტა გამაუმჯობესებდა. სამეგრელოსკენ კი არის ეზოებში რო აქვს ბლუ ლაგუნები, მაგრამ მაინც ეს ნახე. აი აქეთ არის საჯარო პლაჟი, მაგრამ ეხლა დღეს ჩასვლა ნამეტანია. თან წინ გზა გვაქვს გასავლელი, ამიტომ შემოვინახოთ ენერგიები. აქ ჭირდება. აი ზემოთ ამოუყევი, ეხლა კათედრალიაო და ტურისტულ რუკაზე იყო დატანილი და ნახოთ აბა. შევიხედოთ როგორი ამბები დაგხვდება შიგნით. აი, გონი ეს არის. რაცა ისეთი პერიოდი ჩანს, რომ დაკეტილია. აჰა. ძალიან ადრეა და მერე გაიღება სავარაუდოდ. აქ რა ხდება? რაო? ვა. ესე იგი, ლოგოს დიზაინის კონკურსი აქვს გამოცხადებული, მეგობრებო, როგორც აქ გითხულობ და აბა, ჩემ community-ში ვინც ხართ დიზაინერები. $300, 5 ივნისს არის deadline-ი. და 14-ში ყველაფერი ცნობილი გახდება. არ უნდა იყოს ურიგო შემოთავაზება. ეს რა საინტერესო მარკეტინგული მესიჯი არის. კოლონელთა მიმართ ეპისტოლე, რასაც არ უნდა აკეთებდე, გააკეთე გულით, ღმერთისთვის და არა ადამიანისთვის. ესე ითარგმნება, არ ვიცი. თორედ ყველას შეგიძლიათ რომ მონაწილეობა მიიღოთ. აგერ არის QR, შეგიძლიათ დასკრინოთ. $300 ურიგო არაა, თან კაი საქმესაც გააკეთებთ და რა ვიცი, არის შანსი მე მგონი. თან ეკლესიის ლოგოს რადგან ეხება საქმე, ჩემი აზრით ძალიან გამჭირვალედ უნდა იყოს შერჩევა. მოდი, აი იქეთ, წავიდეთ
I have a question. What is the price for that? 100,000, $1. It's $1, right? Yes, Each each. $1. And the bigger, this one? This is $6 because this is bronze. Ah, Here is $4. Bigger, but okay, different. Look. okay, I'll take it. Ah, the difference, right? Different Okay. quality. Can you give me a sale for that? This, Yeah. how many you need? Two? Couple? No. Just a one, but give me a local price. $5. Okay, go for it. This one? This one. Okay. Yes. No. Please, I will. Which color? This color. I Green? like. Okay. Yeah, I like green. Okay. Okay. მოკლედ პირველი დამწერლობა კი შეიქმნა 3300 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესოპოტამიაში, ურუქში. მერე ეგვიპტეშიც 3200 წელს. მაგრამ როგორც იდეებს ისე გამოხატავდა და როგორც სიმბოლოებს რა ეს დამწერლობები და გერები ნაკლებად იყო როგორც მე ვიცი. მაგრამ საქმეში ჩაერთვნენ ფინიკიელები და ნუ ჩემგან არ გესწავლებათ რომ ეს ამბანი ითვლება პირველ ფონეტიკურ ანბანად, სადაც თითოეული სიმბოლო ერთი ბგერის აღნიშნულია ხოლმე. და შემდგომ უკვე ამ ფინიკიური ანბანიდან ფინიკიური ანბანი გახდა საფუძველი და შევიდა საბერძნეთში და მერე ბერძნულიდან განვითარდა ლათინური ძალიან ლინგვისტური კონფერენცია რო არ გამოგვივიდეს. მოკლედ აღთოვანებული ვარ ამ ქალაქით და აღთოვანებული ვარ ყველა დეტალით. ძალიან მოვლილი, დავარცხნილი, გალამაზებული ქალაქია. არაფერი ზედმეტი არ ხდება. სიწყნარე სიმშვიდე, ეს მონასტრული სიმშვიდე ძალიან მომწონს. Josh, come Yep. to me. Here all 6 chairs. Which color I open and you see it? Which color you like? That's the size you want here. So, first of all, I need the price to know. What is the price? The final price. Don't worry for the Price for Orthodox Christians. Don't worry for the price. Oh, I'm worrying right No, now. no. Which color you like? Here. Okay. This one. This? Yep. Okay. Huh. This one. Okay. That for 6 chairs. Yep. 6 chairs. Yeah. Okay. Where it comes from? Lebanon. It's handmade? Yeah, it's beautiful. Oh. Very good quality. Washable in the washing machine. No ironing. Okay. No ironing. Okay. Here. And you have napkins. Okay. Napkins. Here. Welcome your go. Here. You can go back, please. Go. Open. Oh. Open. Beautiful. Open. Okay. That for 6 person. Okay. 2, 2, 1, 1. Okay. 6. How much? And I have the napkins here. Okay. Here. It will be $90. 90. 90. Oh. Expensive. Handmade. Here. It's scarf, right? There is many colors. That's the same size. But here. I love that. Okay, which color you like? I love that. You like that? Yeah. We'll open. Pashmina. Okay. What is the price? The final Orthodox price. Let me show it to you. I give you discount. Don't worry. Yeah, I know it. Let me show it to you. Okay. Beautiful, this one. So Yeah. beautiful. Here. Here. Oh, Here. very beautiful. Yep. How much? 20. It's $30. 20. Give me 50. For 50. And deal. 15. 50. 1, 5 and deal. Deal.
Okay. So many thanks. Welcome, Yorgo. Thank you. Welcome. Okay. We'll take it. $5. Okay. Okay. Let's go. Okay, Yorgo. You have a perfect skill of I don't sales. say no for you. Yeah. You are welcome. Okay. So you was born here, Mr. Dimitri? No, in Beirut. From Beirut. Okay. So when you moved in Byblos, I came here from 50 years. 50 years. I am 85. Yeah, you told me. Yeah. Okay. Where do you put the other? Do you have some bag, plastic? Okay, please. I'll take it then in my car because the bag is already full. Mr. Dimitri, Yeah. how is life when you are 85? How it looks? I am healthy. Yeah. Thank God. I come to my business. Okay. I am not headache, nothing. Good. Yeah. The health is good. Yeah. Thank God. What is the receipt that you are healthy? What is the receipt? What is the how to say? What? The result? The result, yeah. What are you doing that you are like 85 and you are like looking more younger and so strong? No, I eat once. I eat little eating in the supper. Ah, okay. Some milk, some yorgo, Okay. some cheese, Okay. some potatoes, but not hard eating. And you eat only one a day? No, I Okay. eat at the Okay. at the lunch and morning. 3 times a day, Yeah, right? yeah, I take 3 times, but Yeah. slowly. Slowly. Not very. Oh. But the slowest, the smallest is in supper. Okay. I take little things and some fruits. Okay. What is your favorite Lebanese dishes? Lebanese food? I like in the morning manouche. Manouche. Okay. like it? Yeah, That, very much. I It's like it. perfection. It's Lebanese made Okay. and it's very good Okay. for eating. And I like in the lunch I take the tabbouleh. Okay. Tabbouleh, you Perfection. Yeah, You the eat salad. Of course, I know. eat it. I like the you see something like tabbouleh greens, Okay. something like that. Not very hard. Yeah. I like the fish. Fish food, I right? like very good. Yeah. Which kind of fish? I am from the sea here, but Okay. not I pick it. Okay. I take it from the store. Okay. Yeah, It's fish good. or some chickens, but I prefer the fish. Prefer the fish, right? Yeah. Seafood. Okay. Seafood, exactly. So right now I know the recipe. Why are you look so younger? No, Yeah. I don't eat in the supper. Yeah. Hard eating at all. Okay. ბილეთიც მაქვს ჯვაროსნების ციხესიმაგრეში შესასვლელი. აბა ნახოთ. მოდი აი აქედან დავიწყოთ. აი ქვემოთ შევიდეთ. როგორც გითხარით, მე-12 საუკუნეში ააშენეს ეს ციხესიმაგრე და ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და აი იმის დროს, რა ქვია, მშენებლობის დროს გამოიყენეს ფინიკიელების დროინდელი კედლის მასალები. ასევე მუზეუმში მოვედით ხა. არქივები როგორ მიდიოდა ცხარებული არქეოლოგიური მუშაობები. სტანდარტული კლასიფიკაცია ქრონოლოგიურად პრეისტორიიდან დღემდე.
რომლითაც დასტურდება რომ აქ ქალაქი უწყვეტად არსებობდა. 1984 წლიდან იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება ყველაფერი. აი, ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს ერთად ეროვნულ მუზეუმში. გახსოვთ სფინქსი. ეს კავშირები ეგვიპტესთან ძალიან გამოკვეთილი არის. კედარი, რომელიც ეროვნული სიმბოლო არის ლიბანის, ძალიან აქტიურად გაქონდათ გემებით ამ ადგილიდან. აი ეს წარმოიდგინოთ ზეთხედი. მოკლედ აი ეს ადგილი რომაელების დროინდელი არის. როლი წამხარდაიცვით მეორე საუკუნით თარიღდება და იყო აი გალავნის გარეთ ქუჩა და აი ეს ნახეთ რა საინტერესო თეატრი. ნახეთ რა ხედია. ამბით აღარ უთხარი გაჩერდითქო თავის საქმეს აკეთებს და იყოს ეს ხმაც ავიტანთ. დაუჯერებლად ლამაზია ქავრება. ჩვენიერი სუვენირები ვიყიდე. ბატონი დიმიტრის მაღაზია მომხიბლა. ძალიან კაი კაცი იყო, ისეთ საყვარელი ბაბუ რა. გულწრფელი ჯიგარი მე ჩამოვიარე, ფასები შევადარე და მშვენიერ ფასებში მომცა ნამდვილად რა. დაჟე იქ რაღაცა ვთხოვე რომ აი დამიკელით ხო და ფეხი არ მოუცვალეს, მოკლედ 1-5-10 დოლარით უფრო ძვირად ყიდნენ რაღაცეებს და ეხა ხანელ ხალილის მარკეტში, ხანელ ხალილის ბაზრობაზე კი გააფრთხებული ვივაჭრეთ, მაგრამ ეხა აქ არ არის ეგ სივრცე. მით უმეტეს ეხა ისეთი კაცი იყო რომ პირიქით. ხო და ბიბლოსის ამბავი ამითი მორჩა. წეგან ვფიქრობდი მეჭამა თუ არა ამ ადგილას, მაგრამ მანდა მაინც არა კაი რეკომენდაციები. ხო და ბატრუნამდე გაუძლებთ ან რაღაცა პატარა სნექებიც მაქვს წამოღებული და მაგითი გავაწურინე. ჩამოვედი ბატრუნში. ისე მოკლე გზა იყო რომ ვეღარ დაგელაპარაკეთ გზაში. თან გაფაციცებით ვიყურებოდი აქეთ-იქეთ და ყველაფერი მაინტერესებდა მოძრაობის წესებიდან დაწყებული ბანერებით, სახლებით. ძალიან საინტერესო გზა გამოვიდა საბოლოო ჯამში და Airbnb-ზე, როგორც ყოველთვის, ვიქირავე სახლი. გვამთ ვიყავი ხა მაღაზიაში ჩასული, წყლები ამოვიტანე. როგორც იცით, ონკანიდან არის მევა წყალი სამწუხაროდ და ეხლა თან შევიხედოთ, დაგათვალიერებინებთ და მერე ნელ-ნელა გადავინაცვლოთ და ვნახოთ ძალიან საინტერესო ამბები. ჩემი ბეკვაინე, ბიშით. ორი შემოსვლა იყო. ჩემი ბეირუთის სასახლის ყვალობაზე ეს ეხლა მაინც არ გამოიყურება ისე სოლიდურად. მაგრამ მაინც ნორმალურად დავიბანდა, ყველაზე მეტად ეგ მიხარია მთელ ამ პროცესში. აი, ეს ოთახი არის ერთი. აქეთ პატარა ჰარი პოტერის ოთახი. და აქეთ იცი შუქი. აი, ესეთი ტიპი არის. $50 გადავიხადე. რაც, ნორმ ფასი არის რა, 80 ეწერა და ცოტა ფასდაკლებული იყო, მაგრამ არ ვიცი. ხედი ცოტა ბახმუტი. არც თუ ისე კაი. 50-ის ყვალობაზე არ აუშავს და აი სადღაც აი ამ ბადეებს თუ ჩამოიღებ და თავს გაყოფ, სხვასაც დაინახავ, მაგრამ არ გვჭირდება
ზღვის დანახვა აქედან. მოკლედ გავცოცხლდი და გამოვედი ეხა გარეთ. GoPro-ს ყველა აღჭურვილობაც დატენილია და შეგვიძლია რომ ძალიან ლამაზი ამბები გადავიღოთ. სანამ მივალთ ეხა ფინიკიელების ერთ-ერთ ძალიან მაგარ შემოქმედებას სანამ გაჩვენებთ. იქამდე მოგიყვებით ამ ქალაქის ისტორიას. ნუ კი ეხა წეგანი მხელა თამასა დავდეთ და 10000 წლის ქალაქში ვიყავით, რომ 5000 წელი არის ამ ქალაქის სასაკითხო რო გითხრათ, მანდამაინც შეიძლება აღარ გაგიკვირდეთ, მაგრამ ეგრე არის. და ეხა სადაც და ფინიკიელების ნაკვალევს მიუყვებით ცივილიზაციას და ნუ ბუნებრივია რომ ეხა ესეც ფინიკიელების სავაჭრო ქალაქი იყო. და მთავარი ამბავი ეხა სადაც მივდივარ და რაც მინდა რომ გაჩვენოთ არის ურთულესი არქიტექტურული გადაწყვეტა იმ პერიოდში და ლაპარაკი არის 3000 წლის წინ როგორ გააკეთეს ფინიკიელებმა ზღვისგან ტალღებისგან დამცავი კედელი რომელიც დღემდე ნუ გაოცების და გაკვირვების და დისკუსიის საგანი არის რა. ტურისტული ინფრასტრუქტურა იდეალურად არის აწყობილი, კაფე-ბარები, გარეთ გამოდგმული სკამებით და მაგიდებით, მოვლილი დავარცხნილი სცენარეები და ეზოები, მაგრამ სამწუხაროდ ანუ ვიცით ახლა ამის მიზეზი რაც შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ბევრი ტურისტი არ არის ამ ქალაქში. თან ვამოწმებდი რაოდენობას ხალხის თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს და 10000 კაცია რა. ეს კაის ნიშანია თუ ცუდის. კატის გადარბენა, თქვენ როგორ გაქვთ დაცდილი? Bonjour და. არ ვიცი მე ფრანგული. აი გამოჩნდა. სწორი ყოფილა Google Map-ი. ეს ნახეთ ხალხ. ანუ ეს არქის ან ცენტრ პოინტის აშენებული არ გეგონოთ. ეხა ვეცდები რომ უფრო ახლონან დაგანახოთ და წესით უნდა მოვახერხო ეგ ამბავი. როგორია მინდია მინდა წარმოგადგენ. აი თქვენ ხედავთ ფინიკიელების შემოქმედებას, რომელიც 3000 წლის წინ ააშენეს. წარმოგიდგენიათ? ბუნებრივ კედლებს შეერწყეს თავისი შეუზავეს თავიანთი არქიტექტურული ცოდნა და საბოლოო ჯამში აი ესეთი თავდაცვითი ზღუდი ააშენეს ტალღებისგან. ვა, თან ამხელა. დაუძვრეთ. სხვა გზა არ არის. აჰა. ეს წინაშია ბატრუნი. ერთ დროს ფინიკიელთა ცივილიზაციის მთავარი სავაჭრო ქალაქი. სიდონთან და ბიბლოსთან ერთად. აი ეს ნახეთ ხალხ. ნუ აი გენგეგმა ისეთია რა. შვიდოსანი სტუდენტის გაკეთებული, მაგრამ მაინც. მაგრამ აი ეს რა არის და რა უბედურება არ ვიცი. ჰაბიბი ძმამ ორი კაპიკი იშოვა. არ უხდება რა ზღვის სანაპიროებს აი ესეთი მასშტაბური მშენებლობები. კოეფიციენტი უნდა დაწიოთ. მივმართავ ბატრონის გამგებელს ან მერს, მე შევამოწმებ პოლიტიკურად როგორ არიან, ვინ მართავს და ასე შემდეგ, მაგრამ წესით რაღაც ქრისტიანული კვოტა უნდა იყოს დაწესებული, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ქრისტიანებით არის დასახლებული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეგობრებო, კი მოგაბეზრეთ თავი ამდენი წუწუნით და დრამატურგიით, მაგრამ ძალიან მჭირდება ლაიქი. ეხლა წეგანაც რომ მოვდიოდი,
Oh, YouTube. მეთქი კი ბატონო YouTube-დან. და რაც ამსაც უხსნი ჩემი იმას, რა ქვია, პროფილს, მე აღმოვაჩენენ, რომ 10-ჯერ უფრო მეტი subscriber-ი ყავთ, ვიდრე მე. ხო და 170-ზე ვართ ეხა. რაღაცნაირად გააქტიურეთ. თუ აქამდე მიყურებ, თუ მომყვები, თუ მილაიქებ, თუ არ დაგილაიქებია, დამილაიქე. ანუ მჭირდება რა საპორტი, რომ მეც უფრო მოტივირებული ვიყო. კომენტარსაც თუ მოვაყოლებ, ვაფშე მაგარი იქნება. რა ვიცი, ძალიან მინდა რომ ისეთი ადგილები გაჩვენოთ, რაც ესე ქართულ კონტენტში მანამაინც განებიურებულები არ ხართ. ვიღაცები ძალიან ოსტატურად აკეთებენ და აუცილებლად გვექნება ერთმანეთთან გადაკვეთა, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ რაღაცა მე ვცდილობ, რომ ჩემი ნიშა მქონდეს. ამიტომ თუ ეს ამბავი მოგწონს და სავარაუდოდ მოგწონს, იმიტომ რომ რა ვიცი, მესამე ვიდეოს ხათრის გამო ხო არ ნახავდი, გამიხარდება თუ დალაიქებ და დამაფოლოვებ და ჩემის მხრივ გვპირდები, რომ არ მოგაკლებ თავგადასავლებს და ის წყვეტა ეგვიპტის ტრიპსა და ლიბანის ტრიპს შორის რაც მქონდა, მაგასაც აღმოგვხრი აუცილებლად. აი აქვე არის, ოპა. გონი სიძე გავაძრე. ბარუნტების ტაძარში შემოვედი და Hello. Are you in a wedding? Yeah, it's my wedding. Your wedding? Oh, congratulations, bro. Thank you. Oh. You are waiting for your wife? Yes. Okay. So we're going to do the first look here. Okay. I'm waiting here. Yeah. You are a Maronite Christian, right? No, No? no Muslim. Ah, Muslim. Okay. And wife? Muslim. Muslim. Okay. It's good. Where are you from? I'm from Georgia. That's great. Okay. აგერ სიძე კაცი წარმოდგინდა და ელოდება თავის ცოლს, რომ მოკლედ გადაიღონ ფოტოები და მერე გააგრძელონ ცხოვრება. I wish you so many happy times with your wife. Thank you, my friend. Okay. მეგონა რა შიგნით იყო რაღაც პირველ ლოცვა, მაგრამ просто ჩართული არის. აკვირ გავეტევი. ამიტომ ინსტრიალდა ჩოპია. აი ეს ტაძარი აგებულია მე-19 საუკუნეში, როგორც ტაძრის შემოსასვლელში ჩანს. და მარუნიტებისთვის აი ეს სივრცე ბატრუნი არის ერთ-ერთი ცენტრალური. მე გადავუღო კაი ფოტო ამას. აქედანაც ძალიან კარგად გამოჩნდება კედელი სიდიადე. წარმოიდგინეთ. დაუჯერებელია. 3000 წლის წინ ხალხის მიხედვით მასშტაბსაც მიხვდებით რა სიმაღლეც არის. 3000 წლის წინ რა დაუჯერებელი არქიტექტურული გადაწყვეტები ჰქონდათ, ინჟინრული გადაწყვეტები ჰქონდათ ჩვენ ფინიკიელებს. კიდე რაც უნდა იცოდეთ, აქ რო ჩამოხვალთ, არის ის, რომ ეს ქალაქი დაკავშირებულია ლიმონათის წარმოებასთან. უგემრიელის ლიმონათებს აკეთებენ. აქვთ ჰექტრობით ბაღები გაშენებული ქალაქთან ახლოს. და მოკლედ გზაში ჩანდაოღონ იმდენად არა, რომ შესაძლებლობა მქონდა და თქვენთვისაც მეჩვენებინა. ეხლა ერთი ადგილი გავაძრე და წავიდეთ და თან გამოველაპარაკოთ იქაურ ხალხს. აბა რა ელექსირს გვასმევენ, რატო არის ესე განსაკუთრებული და გავიგოთ ადგილობრივებისგან, რაც ყველაზე მთავარია. პატარძალი იგვიანებს, იძე ნერვიულობს.
ყველაფერი კარგად იქნება. სასწაულის მომენტი. მინა მოლფიზერ. Hello sir. Can you speak English? What? Okay. I want to taste your lemonade. Okay. Look, we have mint lemonade, red moon lemonade, dreamlike, strawberry lemonade, wonder mix. Okay. What makes Patron lemonade different from others? Can you take mint lemonade or strawberry lemonade? Okay. And we have. The special one. I need the special one. Okay, if the first time. Yeah. First time. Get the lemonade. Okay. 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 How much? $3, please. $3. Okay. Yes. You want to pay lira or dollar? I will pay lira. Lira. How much? 270. 270. Yeah. Okay. ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემაა, მაგრამ ინგლისურად ვერ დაგელაპარაკებიო და აგერ სანაცვლოდ მუზეუმში შეიხედეო და ჩემი თქმაც არ დაგჭირდება, ისე გააცოცხლებ ყველაფერსო რა და როგორ იყო ხო და ესე იგი იტალიაში ლიმონჩელოები ძალიან ბევრი ვსვი, მაგრამ ეს რაღაცა განსაკუთრებული ამბავი არის. მინდა გითხრათ და $3 შეიძლება ცოტა ძვირი იყოს, მაგრამ ნამდვილად ღირს, რათან ადგილობრივ წარმოებასაც ავითარებ, ხელს უწყობ და ეგეც ძალიან მაგარი ამბავი. ალამაზად აქვს გაცოცხლებული ძველი ისტორია. სადაც ათუხტუხებდნენ ამ ამბავს. აი, თავად ბატონი ჰიუმი. რომელსაც აგერ იმდენი უსვია, რომ მომენტ არც თუ ისე მოხუცი გარდაცვლილა. შეიძლება იმდენი დალია, რომ ოვერდოზი მოვიდა. 1888 წელს ჰიუმების ოჯახის პირველი მაღაზია სიგიჟია. აჰა. აგერ ცნობილი ადამიანები ბატონ ჰიუმის გარშემო ვინც იყვნენ წარმოდგენილები. აი ნახეთ. საუდებთანაც იყო, იქაც იყო, აქაც იყო. ცალო ძმაო. ნამდვილად იცოდა, რასაც აკეთებდა ამ კაცი. ნგერ 60-იან წლებში რავარი დისპენსერი ჰქონდათ ჩამოტანილი. აი თან ნახე იტალიიდან. ნუ იტალიაში ახლა გასაგებია რატოც ექნებოდათ ეს. ნგერ პირველი ყინულის ლიმონის მანქანა ეს უკვე 90-იანებში ჩამოუტანია ჩვენ ძმას. მოკლედ ძალიან კაი სივრცე არის რა. თან მუზეუმი თან რაღაცა ისეთი სახური დახლით იღებ ლიმონადს და სვამ. აქეთ სუვენირების ყიდვის შესაძლებლობაც გაქვს და აქ მოსაჯდომი სივრცეც არის, რომ ცოტა დალიო. ცის პანელების ამბავი კი ხედავთ, არ ვიცი, ძალიან ხშირად შეგხვდებათ ჩემს უკანან წინ, როცა გადავაადგილდები ვიდეოები და ეს მახვილი თვალით დარწმუნებული ვარ, რომ მიხვდებით, რომ ყველგან მზის პანელები არის. სერიოზული პრობლემაა ელექტროენერგიის. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ დაახლოებით 2-3 საათი კონდეს ელექტროენერგია და დანარჩენი უკვე თვით ადმინისტრირების ხარჯზე უნდა გააკეთო ისე როგორც უნდა გააკეთო. ოღონდ რა ცუდია, რომ ერთი ბულვარი არა აქვს ამათ გაყოლებაზე რა. ყველა ტერიტორია არის დაყიდული. კერძო სივრცეა, რაც ძალიან არ მომწონს ესეთ ადგილებში. და წყალი და ზღვა ყველასი უნდა იყოს. It's a nice place. I landed in Beirut. It's very near. And then I've been in Byblos, and I just came here. And I'm going to Tripoli for tomorrow. Wow, it's a very good place. Yeah, very good place, right? It has a lot of activities to do. Yeah, what kind of
recommendations do you have? What to do in It Tripoli? depends of what you want to do. I want to feel the authentic culture of Lebanon, not like touristic sites only. You know it? You can go to the souk. Okay. It's like a lot different than here. Yeah, It's very old. very old. And more huge, right? Very much. Yeah. Did you miss Syria? Did you miss Syria? Your homeland? Of course. Very much, right? You never been there after No, the... I went there. It's like a visit for 1 month. Ah, okay. And it's when I wanted to go back to Lebanon, it started to bombing again. Oh. Like how many years or months ago? 2016, 1/11. Yeah. How is life here, bro? For the coming ones from different countries, it's very good and cheap. Yeah. But For locals? near countries like Egypt or Syria, it's very hard to live here. Yeah. Where you study? In which faculty? I don't know how to say it. Mechanical No, engineering? no, no. It's business. Ah, it's a business, right? You are going to have your own business. Okay. Every Syrian is a businessman. I know that you are from Idlib and there was like a lot of much. brutal fights. Yeah. Every new weapon. Did you there- remember something when you was a child there? Yeah, the fights. The fights? Yeah. It's like there's one soldier in the first of the road and one in the end of it. One is shooting to another. Yeah. I was in the middle. My mom- Eh? You was there? Yeah. And you see everything with your own eyes, right? Of course. Yeah. Sometimes world is so cruel. It's skinnier than like this, but In which part do you have this cancer? blood A blood cancer? Okay. very hard. Oh, it's too hard. It's And you like- survived, right? Congratulations, bro. Like he beat it like 4 years ago or Oh, 8. great. Great, bro. You are a really lucky man. Really lucky man. Wish you a happy life. But anyway, what's your favorite food? I love the fast food, burger. Fast food, burger man. It's me. Wings. Yeah. And pizzas and so on, right? Yeah. What's your favorite? Traditional one or international or like in Lebanese? Oh, I will answer you. it's like a specific kind of food. Yeah, you know, I love meat and cheese very much, very much. So in my country, we have like a khinkali, which is so good. What I will is- show it. I will What show it. What its ingredients? I'll show it and you'll understand. You know the dumplings? I heard of it a lot. Yeah. I So remember it. I It's follow a like better version. an American TikToker. He's from LA. Okay. Look at Posting a that. lot. Yeah, it's like Like a dumplings. yeah. I know it's like Korean dish. No, it has a different interpretations in a lot of countries, and you can find it in China also. But it's like a special one in Georgian with special ingredients. Yeah, and khachapuri, one of my favorite. We have like this in Mashhad. Yeah, I tasted it and it was like fantastic. You know what I ate? Tabbouleh.
It's a salad, and it was like a perfection. Hummus with the meat, and the potatoes with the special sauces. It's batata hara. But this one, right? Yeah, it's batata Yeah. hara. And what is that? Sambusa. Oh, the professor, PhD professor in the studying food chef. industry. Yeah. Where did you study? Okay. What happens with your hands? Yeah, fight. Did you beat someone? Yeah. Oh, really? And the work. Where? And the work. In the work? My work. Ah, okay. What are you doing there? Give it everyone. He's like abusing him. Ah, okay. And he beat it so much, right? No, he didn't, because if he did, he would be. He will be die, right? He would be kicked. You? Yeah, Ah, because he's like serious. He didn't beat No, him? no, it's like a wall, wooden wall. Ah, and you... Okay. Punched so much to release the anger. Yeah, okay, I got it. What? Muhammad. Okay. And I know that here... No English. No English. How many Muhammads is sitting here? Two. Two? Yeah. Three. Three? Okay. It's So, a common name. bro, where are you from? From Sudan. From Sudan. Okay. So, if in Georgian, it's a seaside, like 10 people is sitting, and you will shout George, like 9 of them. 100% sure, 9 of them will be George, and he will, okay, what's up, and he will go around. Yeah, like Muhammad here, right? And Abdallah, Muhammad, and so Abdallah, Abdul Rahman. Abdul Rahman. Okay, good. He's swimming like a pirate, right? Yeah. He's swimming like a pirate. Yeah. He's a very good swimmer. Yeah. He has the skills in his blood. I think so. Genetics. Yeah, in the genetics. You guys are all from Syria? Yeah. And you know each other from Syria? Not all of them. They're like a friend. We didn't met ever. Oh, really? In here we met. Okay. Like he's from Aleppo. Aleppo? Yeah, Okay. it's far away from. Yeah, Idlib, right? Yeah. And you all met together in Batroun or in Beirut? Or? No, but here. Batroun. He lives here with his family. Okay. He also escaped from the war, All right? we did. All of the guys. I guess. It's a gift? Oh, bro. Thank you. I will take it to my home. Thank you so much. Thank you. Yeah. You're a kind guy. Აგერ შემდეგი სანთებელა მაჩუქა თემად მაკაცმა. You are going in a private school or in No a, private. It's a private and paid. 1,000. Yeah. $1,300 per year. Per year. Okay. But it's the last year, I think. Why? Because maybe I will go back to Syria. Because of the situation which is going to stabilize, or? No, my family wants to go. Ah, okay. They're planning. 1 month left and they will go. Do you have brothers or sisters? Yeah, 3. One of the family, one Okay. more. Good. Good. I met a Syrian guy who have like a 10K followers, and he's
like 100 much famous than me. So cheers, bro. 10,000 გამომწერი ყავს ადამიანს და What did you say? follow it. I tell to my subscribers that he had like 10k followers In Georgia? in Georgian, yeah. Does it sound good? Yeah. Yeah. 10,000 means 10,000. Yeah, it means 10,000. Followers means გამომწერი. 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 Yeah, it's too If hard. you say the last part, it would be like a curse word. Yeah. Yeah. Tseri? Yeah. What it means? It's like a dick. What? Yeah. In Syrian it means dick? No, and everywhere. An area, if you Oh, say really? I didn't know. Yeah. And that's why you triggered what the fuck he's telling to his subscribers, right? Come on, bro. You're a good fella. In Don't. Western Yeah, culture, it's like normal. yeah. Tseri, it means like a dick, right? Yeah, but without the dick. Tser. Put a Y in last of it. Okay. Airy. Airy. Yeah. Okay. Okay. I used to post like 4 videos a day. Yeah. It went viral. But then I deleted it because of it's a lot of sin. But that was the reason Yes. that you was posting right now. Because I love to. Yeah. It's an ambitious in me. But when it goes viral, your ambition grows and you decided to delete it? No. It's like one day I sat with myself saying if every video have a lot, it's like 100,000 views. It means a lot, 100,000 sin for everyone seen it because it contains music. Okay. When Islamic culture, it's banned to use music. Music. Okay. So we use nasheed instead. Okay, I got it, bro. I got it. Okay, so you are leaving, right? Yeah. Yeah. I have a lot of study to do. Yeah, go for it, bro. Let's create your business and go to a Forbes list. Of course, you will hear my name in the first one ever. Yeah, in a Forbes list, and I will write you, and I will very honored with you. Yeah, Try my restaurant. yeah. Wanna What? learn some Arabic words? Yeah. You want a good words or curse words? No. I need a good word. Good words. It's Habibi. Habibi, yalla Like- Habibi. Yeah, it's like lover or Yeah, my bro. my bro, right? Yeah, it's good. What you asked? Do you speak Arabic? La. No. Your accent in Arabic is very good. Oh, really? Shukran. La. Yeah. I think that it's like a hardest language in the world, and I need like to reborn and die and to reborn and die 10 times to study Arabic as well. In Arabic, it's like 11,000,000.8 or 3 words. Yeah, A lot hard. it's too hard. Yeah. Okay, cheers, bro. Thank you. Nice to meet you. Cheers. Nice to meet you too. Bye. Maybe we'll meet again. 7 საათია ბეირუთის დროით და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, რაც კი მქონია ცხოვრების განმავლობაში. ამდენი სილამაზე ერთად, აი ესეთ კარგ ხალხთან ურთიერთობა ერთად დიდი ხანია არ განმიცდია და ზოგადად ძალიან აქსიომატურ ჭეშმარიტებას ვამბობ, მაგრამ ხანდახან ეგეც საჭიროა ხოლმე, რომ ხსენდეს და გავიხსენოთ, რომ ამ რუტინიდან როცა ამოვარდები და მით უმეტეს გადიხარ შენი ყოველდღიური მატრიციდან, ძალიან საინტერესო ხალხს ხვდები, საინტერესო ისტორიებს ისმენ და საინტერესო ადგილებს ნახულობ, რაღაცეები რაც შენთვის პირველი და სიახლე არის, რაღაცეები რაც შეიძლება ისტორიის წიგნებში წაგიკითხავს, მაგრამ ეხა აცოცხლებ
სასწაული განცდის მომგვრელი არის და ეხა ამ წამს აგერ ვარ ბატრუნის პორტში აველოდები მზის ჩასვლას და დაღამებას. ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ 10 ბალიან შკალაზე დღევანდელ დღეს დაუწეროთ 10-დან 10 და ძალიან ბედნიერი ვიყო. მოკლედ, ვინც აქამდე მომყევით, ვინც ყველა ვიდეო ნახეთ, ვინც 3 წამით შეგეჩეხეთ და ამსკროლეთ, ყველა ძალიან დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით აი ესეთი დღეებისთვის ღირს ხოლმე ცხოვრება რა. ესე დამოუკიდებლად ჩემი აზრით ბედნიერება არ არსებობს. მგონია რომ აი ამ წამებში არის გაბნეული და დამალული, რომელიც უნდა იპოვო, აღმოაჩინო და განიცადო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადავწყვიტე ლიბანში ჩამოსვლა და შემდეგი 1 კვირის განმავლობაში ამ ძალიან კარგ ხალხში უდიდესი ისტორიის მქონე ხალხთან ერთად ვიმოგზაურებ და გამოგზაურებთ თქვენს.